რა თქმა უნდა, ცალსახა სოლიდარობა უნდა გამოუცხადო ქალბატონ მზიას და ყველა სინდისის პატიმრებს და რა თქმა უნდა იმ ყველა ჟურნალისტებს, რომლებიც დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას წარმოადგენენ და როგორც წლების განმავლობაში და ეხლა განსაკუთრებით ასეთი ისტორიული პროცესი რომ მიმდინარეობს, მიუხედავად სიცოცხლესა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული რისკებისა და საფრთხისა, წინვალი მაგალითები გვაქვს ის მამაცობისა, ისინი მაინც აგრძელებენ ამ საქმიანობას და ქალბატონ მზია, როგორც ყოველთვის, როგორც ყველაფერში, გამოირჩევა წინვალი მედია მენეჯერი, წინვალი მედია ორგანიზაციების შექმნა, რომელიც წამყვანი არის და ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება თავისუფლად ისაუბრო, თქვათ, რა მაღალ ხარისხის პროდუქტი იქნება ნეტგაზეთების და ბათუმელების მხრიდან და როგორი წამყვანი ჟურნალისტები არიან. ამ შემთხვევაშიც ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად არის მოწინავე ადამიანი, რომელიც მხნეობას გვაძლევს. ნებისმიერ შემთხვევაში რაც ზიას თავს ხდება, ეს არის პირდაპირი პასუხისგებლობა ქართული ოცნების და მათ შორის აღინიშნოს, რომ ინდივიდუალური პასუხისგებლობა ყველა იმ პირისა, ეს იქნება ეგრეთ წოდებული მოსამართლე, პროკურორი, აგენტ პროვოკატორი, პოლიციელი თუ ასე შემდეგ. ეს მათი ინდივიდუალური პასუხისგებლობა არის. და ეს ქალბატონ მზიას მხნეობა და მოწოდება, მიუხედავად ახლა რაც არ უნდა ვისაუბროთ 17 დღე ადამიანი რაოდენად არ უნდა იყოს ფსიქოლოგიურად მზად, რთულია, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის, ამიტომ მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საკითხი პირდაპირ არის ქართული ოცნების იმ თითოეული ადამიანის ბრძანების გამცემის, აღმასრულებლის ინდივიდუალური პასუხისგებლობის საკითხი. ეს ავტორიტარიზმის სხვადასხვა ძალადობასთან ერთად ცინიზმიც ახასიათებს. კი ბატონო. მის ასეთი დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ საქართველოს მithumetos პატარა არის და ეს ცინიზმის რაღაცა უბსკერო ცინიზმი არის, როდესაც ვისაუბრეთ თქვა ნებისმიერ უცნობ ადამიანთან რო ვისაუბრო რაღაც რამდენიმე წუთში საერთო სანაცნობო წრეს მაინც აღმოაჩენდა. წარმოუდგენელია ის ძალადობა, რომელსაც ქართული ოცნება ივანიშვილის მეთაურობით ბრძანების გასცემს და აღასრულებენ, მათ უახლოეს ნათესავებს ოჯახის წევრებსაც არ შეხებოდა. უბრალოდ ის ივანიშვილი თავის რა თქვა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის ფიზიკურ ოკუპაციას ხელმძღვანელობს და ეს ეგრეთ წოდებული ლიდერშიპი ხარში უდგას, თორე არიან ძალიან როგორ ვთქვათ, მამაცი საჯარო მოხელეები, რომლებიც ამას აპროტესტებენ, არა თუ აქციებზე დადიან, განცხადებასაც აკეთებენ. უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ ის რაც ამ ძალადობას და ცინიზმს ერთის მხრივ ახლავს, ეს არ არის არაფერში არ ჩდება. არც სამართალში ჩდება, არც ადამიანურობაში ჩდება, არც არანაირ გაგებაში არ ჩდება ქართულ კულტურასა და ტრადიციაში, არაფერში, არც რელიგიასა, საერთოდ არაფერში შეხება არ აქვს. ეს არის ნაწილი საზოგადოებისა და დანარჩენი არის ის ხალხი, რომელიც უწყვეტად აგრძელებენ აქციას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს გვიყვარს ჩვენ უნიკალურობა, თქვათ, უნიკალური ამაყობთ ახლა ამ ქვეყნის მოქალაქეების შვილები ვართ, მაგრამ ეს აქციაც მართლა ისტორიული პროცესი არის და თითოეული ადამიანი, ვინც აქ არის ჩართული, ვინც ახერხებს ფიზიკურად მისვლას, ვინც ვერ ახერხებს, ძალიან ბევრს ვიცნობ, უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლია აქციაზე გავიდეს, მაგრამ ის ინდივიდუალურად ყველა ინარჩუნებს ამ ერთიანობას. ამიტომ ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალი არის ამ სიტუაციიდან, რომ როგორც ადამიანი თავისი ოჯახის, თავისი სამშობლოს სიყვარულში არ იღლება და არ ჩერდება, ანალოგიურად უნდა გავაგრძელოთ ის, რაც მიმდინარეობს, პლუს ამას გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ეს მხნეობა და სიმამაც, რომელიც გვაქვს, ეს უნდა გაგრძელდეს. იმიტომ რომ ალტერნატივა ვიცით რა არის. კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო იმ ადამიანებს, რომელსაც დღეს პირდაპირ მათ არ შეეხო, თუმცა როგორც აღნიშნე, არ არსებობს საქართველოში ამ მასშტაბის ძალადობის ფონზე ვინმეს არ შეხებოდა, არაერთი შემთხვევა არის ოჯახის წევრებს შორის საჯარო დისკუსია გამიჯნა ოჯახის წევრებისა ერთმანეთის მიმართ ან კრიტიკა და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობენ რა მათთან წარმივა ასეთი სამართალი? ამიტომ მათსავე ინტერესშიც არის ის ადამიანი, რომლებიც ცდილობს, თქვა, გვერდზე გაიხედოს.
ის ხალხი, ვინც ივანიშვილთან ერთად ახორციელებს ამას, იმიტომ რომ მარტო ივანიშვილი ამას ვერ გააკეთებს, ეს ჭანჭიგები ჭირდება. შემსრულებლები, დიახ. 21 საუკუნე იმით გამოირჩევა ყველაფერთან ერთად და რატო ებრძვიან ინტერნეტს? ყველა დიქტატორში ებრძვიან ინტერნეტს. იმიტომ რომ არაფერი აღარ იკარგება. თუ ჩვენ ყველას ისტორიაზე აქვს მოღალატეების, არც თუ ისე პატარა სია გვაქვს, ძირთადად მთავარი მოღალატეები არიან შესული ისტორიაში, მაგრამ დღეს უკვე სხვა დროა. ყველა იქნება შესული და უკვე არის შესული. ივანიშვილთან ერთად დაანჩენი სხვა. დაიგუგლება ყველა. კი ბატონო, და დაგუგლული შევა ადამიანის ისტორიაში. ეს არის ძალიან ვიწრო ადამიანი, რომელიც ცდილობს იცალოს და ვიცით რა უნდათ. ყველასთან მივა ეს, ამიტომ სხვა გზა არ აქვს. ხო, და ძალიან ალტერნატივა არის განისა გაგზელებს, ვიცით რა გველის პარალელურად იმ ადამიანებსაც